გაგიგეთ აგოაქციად ყურადღება დაგველაპარაკეთ ბოლოს და ბოლოს ერთი დისტრიბუტორი დააკავენ კიდევ რომელიც მუშაობდა 1 წლის უკან ჩვენთან და იგივე ბრალდებით დააკავენ და 2011 წლის ივნისში თუ ივლისში აღძრული იყო საქმე ამ პიროვნების მიმართ და დააკავენ დღეს ეს ერთთან დაკავშირებით დააკავს ამ ბრალი ისევ იგივე ბრალი რაც დირექტორს და ორ დისტრიბუტორს ჰქონდა მანამდე წაგენებული ეს ერთი ახლა მეორე ჩვენი მოთხოვნები აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უკავშირდება იმას თუ რა პრობლემების წინ დგას ბიზნესი დგას ძალიან დიდი პრობლემების წინ ის კანონები რომელიც მიღებული იყო ძველი მთავრობის ხელში ხელს უწყობდა მონოპოლიების განვითარებას საშუალო და მცირე ბიზნესს აღჭობდა ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე ჩვენი მოთხოვნა რომ გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი და ფინანსური ამნისტიის გამოცხადება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა გადაიხედება საგადასახადო კოდექსი და იმ დღიდან და როცა შევა ძალაში ახალი საგადასახადო კოდექსი, მოხდეს იმ დღიდან ფინანსური ამნისტია. დღევანდელი კანონები ისეა დაწერილი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უშლის განვითარებაში. არის დაწერილი ისე, რომ მონოპოლიებს ანვითარებს. მონოპოლიებს ძალიან კარგად იცით, ყველამ ძალიან კარგად იცით. ხორბალი მონოპოლიზირებული იყო, შაქარი მონოპოლიზირებული იყო. ყველა ზოგიერთი სფერო მონოპოლიზირებული იყო, ნავთობი მონოპოლიზირებულია. ამეიღეთ ხალხო ხმარი ისიგეშინიან. ხსელდება ისევ ზეწოლამ შეფესე მაგნატუნას მიმართ. გაუგნებული ვართ. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, სიტყვები აღარ მყოფნის, იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი მოთხოვნა არის და ჩვენი შინაგანი განწყობაა ის, რომ ყველამ კარგად იცის. თუ როგორ დაიწყო ეს ბიზნესი რა მინიმალური დანახარჯებით აგერ საამაყო ქარხანა გავაკეთეთ ნამდვილად ქუთაისში ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს ნამდვილად 80 ადამიანია დასაქმებული ეს მარტო არ ნიშნავს იმას რომ 80 ადამიანია დასაქმებული იმათ უკან კიდე ოჯახები დგას პლუს ჩვენ პირდაპირ კავშირში ვართ იმ მთავრობის განცხადებასთან რასაც ქვია ის რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს განვითარებული და გლეხს უნდა შეუწყოს ხელი. აი მაგნატუნას მერწმუნეთ პირდაპირ მნიშვნელობა აქვს. სოფლის მეურნეობასთან პირდაპირ კავშირშია. თქვენ როგორც მოგეხსენება ჩვენ ვიდულობთ ზესუმზირას და ის არ შემოგვაქვს არც სხვა ქვეყნიდან, არც აგვაქვს მაგის ინტერესი. ჩვენ ნედლეურს ვიდულობთ კახეთიდან, კახელი გლეხიდან. ვის ინტერესია მაგნატუნას გაჩერება და ვის აინტერესებს სუფთა ქართული ბიზნესის გაჩერება ეს კითხვა ხალხისთვის მიმინდია. ჩვენ მეტი არაფერი არ დაგვრჩენია, ვიბრძოლეთ ბოლომდე. იყავით მისული ფინანსურმა პოლიციამ თუ ვინ დააკავა? ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, მე მგონი, ხო, კი. ეს იყო სამ. და რამე განმარტება მოგცეს, რატო? რა 28 ხომ არა მაგას დააკავება არ არსებობს. მაგის რატო დააკავეს? ჩეკის ამოუწერების გამო ადამიანი. უმრავლესობის წევრებს არ გითხეთ, ისე საინტერესოა მართლა ასე. ვის დაგვიდგა და რაღაცნაირად ვისმის. სად არის თქვენი საწარმო ტერიტორიულად? გუგუნავას ქუჩა. ეხა გაჩერებულები ხარ? ხო, მე შემინიშნოთ ვერ განიყიდება თქვენი პროდუქცია და. კი და საკმაოდ კარგი პროდუქცია. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი რაოდენობით, 1,5 მილიონი ლარის მარტო ზესუმზირა გვაქვს კახეთიდან ნაყიდი. 400,000 დეგეგე გვაქვს გადახდილი მარტო ამ წელიწადში. სად არის თქვენი ქარხანა? ქუთაისში გუგუნავას 13-ში. ქუთაისში აშენდა ევროსტანდარტების ქარხანა, რომლის დანგრევა უნდა ვიღაცას და გაგვარკვევიოთ ვის. მეტი არაფერი. ქუთაისის საწარმოარი მაგნატუნა. ჩემი სახლის სარდაფში. ხო, ჩემი მე ვარ დამფუძნებელი. ერთ-ერთი ჩემი სახლის სარდაფში დავიწყე ეს საქმე. ერთი ტომარამ ზესუმზირით. დღესდღეობით 5 წელი არის გასული ევროსტანდარტების ქარხანა მაქვს. შემობრძანდით ნახეთ. გარედან, შიგნიდან 80 კაცი დასაქმებული. ვიცი, ტელევიზორში უყურეთ. დისტრიბუტორი დაიჭირა. ერთ-ერთი მე მგონი, რა შეგვიძლია ჩიორას უთხრათ და ჩვენ ადამიანის უფლებების კომიტეტში ვინც არის კაცი გაერკნენ რა მართლა ეხა რა უბედურებაა ვერ გავიგე. წერილები ყველგან გავაგზავნეთ აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველგან გავაგზავნეთ წერილები. ყველანაირად ხარს. იმედი გვაქვს რომ ყველა დაგვიჭერს ხალხს. ხანა ავაშენეთ 5 წლის წინ დავიწყეთ აი აქედან ნულიდან რა ერთი ტომარამზე სულ დავიწყეთ. ჩემი სახლის სარდაფში პირადად მე ვარ დამფუძნებელი. დღესდღეობით წამობრძანდით განახებ ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ქარხანა ავაშენეთ ევროსტანდარტების რომ აკმაყოფილებს ისეთი რა 80 ადამიანია დასაქმებული
ხო და შემოგვივარდა საფინანსო და გვაქცევს და მოკლედ არ ვიცი რა სამი კაცი დაიჭირეს, მე გამათავისუფლოთ, მე კიდე ერთი დაიჭირეს. როდის ეგა? როდის და დაიწყოს ყველაფერი აგე რა ერთი კვირის. ერთი კვირისին დაიწყო ყველაფერი. მოიწერა პოლიცია შემოვიდა საფინანსო პოლიცია 20 მიზეზი, ესე იგი ფარული კამერა იყო დამონტაჟებული ერთ-ერთ მაღაზიაში დისტრიბუტორმა რაღაც არ ამოწერა იქ ზუსტად დააპატიმრეს დისტრიბუტორები. მერე ზეწოლის ქვეშ ჩვენება მიაცემიეს რომ ესე იგი დირექტორის მითითებით იყო ეს ყველაფერი შექმნეს ესე იგი ჯგუფური დანაშაულებრივი ჯგუფი შემოვარდნენ ქარხანაში სერვერი ამოიღეს რომლის შედეგადაც დისტრიბუცია მუშაობს ამის გამო 4 დღე ქარხანა იდგა 50000 ლარის ზარალი განმიცადეთ და დღესდღეობისაც მიდის ზეწოლა წელიწად ნახევრის წინ რომ დისტრიბუტორი მუშაობდა თბილისში ისიც დააკავეს ბოლოს ვის მიმართეთ აი სანამ გუბას და ჩვენ დაველაპარაკ ვის ბოლოს აი ვის უთხრა იჩივლეთ დაწერეთ რამე გააკეთეთ ვის სახელი ესე იგი ერთი საჩივარი გავაკეთეთ რომელიც გაიგზავნა პრემიერის სახელზე გაიგზავნა გენერალური პროკურატურის სახელზე გაიგზავნა პარლამენტის გამოიგზავნა და გაიგზავნა კიდევ საფინანსო პოლიციის ფინანსთა სამინისტროს სახელზე კიდე 4 განცხადება დაიწერა სულ ასლები შემიძლია მოგაწოდოთ ჩვენ გუბას შევხვდებით კი ბატონო გუბას ერთად დაგიჭერთ ხარჯს დარწმუნებული იყავ დარწმუნებული იყავ ძალიან იმედი გამოვა ეს წერილები აქ მიღებული მაგას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარი უნდა გააკეთო? ჩათვალეთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების გვერდით ვართ, ვინც პატიოს ამ ბიზნესს ემსახურება აკეთებს და თურმე აი ამოდენა ხალხი ყოფილა, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონი, არა? ხომ მეთანხმებით, არა? ხომ ასეა? ესე რომ ჩათვალეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ. გუბას სანიგიძე გავეცნობიეთ პრესახალსო და ყველანაირად დაგიდგებით გვერდში. ეს გადაწყვეტილება იყო ბატონ გუბაზის.